საქართველოს რეგიონებს ისევ სტიქია უტევს, ხვალ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი გადაუღებელმა წვიმამ და მეწყერმა კი დღეს ცაგერში სასოფლო სამეურნეო სავარგულები და შინაური ფრინველი გაანადგურა. მეწყერს საშის ზონაში იმყოფება 11 ოჯახი. სტიქია წყალტუბოსა და ხონის რაიონში სინოპტიკოსების პროგნოზით ცვალებადი ამინდი კიდევ 1 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. ეს ბზარი არ შეინიშნებოდა. აი, დამემოწმებაა ადგილობრივი მოსახლეობა. გეოლოგები სოფელ ორბელში 5 ოჯახის სასწრაფო ევაკუაციას ითხოვენ. დასკვნა სპეციალისტებმა მას შემდეგ დაწერეს, რაც მოსახლეობის ეზოებში ახალი ნაპრალები შენიშნეს. გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ცაგერში მესამე დღეა მუშაობენ. გეოლოგები აცხადებენ, რომ მეწყერი შესაძლოა ისევ განმეორდეს. ჩვენ მივეცით რეკომენდაცია ამ 5 ოჯახზე, რომ ეს ოჯახი გასაყვანია გეოლოგიურ მდგრად ტერიტორიაზე. ამათ აქ არ იცხოვრებათ, იმიტომ რომ ყოველ წუთს ველოდებით ჩვენ პროცესის გააქტიურებაზე. რამე ისეთი უბედური შემთხვევა რო არ მოხდეს, ამიტომ უნდა ვიყოთ დაზღვეულები. ამის გარდა კიდევ ქვევით მოსახლეები 6 ოჯახი ჩვენ ეს დავათვალიერეთ, აი ეს 6 რაც ჩანს ახლა აქედან, ესენი არიან მაღალი საშიშვების რისკის ზონაში. სტიქიამ ცაგერისა და ამბროლაურის რაიონებს 24 საათის წინ შეუტია. 10 ოჯახმა ღამე ქუჩაში გაათენა. ადიდებულმა მდინარეებმა სახლები დატბორა. წყალმა წაიღო მსხვილფეხა პირუტყვი. სახლების ერთი ნაწილი საცხოვრებლად უკვე უვარგისია. ბურჯალიანების სახლი ცაგერში იმ ადგილთან დგას, სადაც მეწყერმა გუშინ მიწა მოწყვიტა. სტიქიის დროს ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა. გადიდდა და გადიდეს ნაპრალი გადიდდა და მოულოდნელად უცხოდ ჩაიწყდა ეგ. არ ველოდით ისენარა ჩაწყდა. საქართველოს იწყება ჩემი სახლიდან, ჩემი წინაპრების სახლიდან და ჩვენ ვითხოვთ, რომ მაქსიმალურად ეგებს შესაძლებელი გახდეს, რომ შენარჩუნდეს გზაც და სახლებიც. სოფელ ლაჯანაში, სადაც ადიდებულმა მდინარემ 28 ოჯახი დატბორა, მდინარის კალაპოტის გაწმენდა მოხერხდა. გეოლოგების დასკვნის მიხედვით, თუ ნაპირსამაგრის სამუშაოები დროულად არ ჩატარდა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდება საჭირო. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება. გუშინ განვითარდა ეს მოვლენები ძირითადად დასავლეთ საქართველოში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, კონკრეტულად დაზარალდა ცაგერის რაიონი მნიშვნელოვანწილად და როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალური ყველა რესურსი იქნება გამოყენებული და ასეც ხდება გუშინდელი დღიდან მოყოლებული, იმისათვის რომ მოსახლეობას ავაცილოთ ზიანი, პირველ რიგში შევქმნათ უსაფრთხოების თვალსაზრისით განსხვავებული პირობები. დილიდან რეგიონში სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც დაზარალებულთა საკითხს იკვლევს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი.